აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელის ამირან პაიჭაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და ამჟამინდელი მმართველის ქორეოგრაფად დატოვებას ითხოვდნენ. მათი თქმით, პაიჭაძე უკვე 9 წელია ანსამბლის მომავალ თაობას საკმაოდ წარმატებით ამეცადინებს. შეკრებილ საზოგადოებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილე გამოეხმაურნენ. კეთებად მანელიშვილი და გიორგი თაბამაიშვილი რამდენიმე წარმომადგენელს დახურულ კარს მიღმა ესაუბრნენ შეხვედრის დასრულების შემდეგ. კეთებად მანელიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ანსამბლში მივლენილი აუდიტის შედეგებს წარადგენს. მისივე თქმით, მეტწილად უმრავლესობის აზრი იქნება გათვალისწინებული, შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გაიჟღერა, რომ ამირან პაიჭაძეო საერთოდ უნდა წავიდესო და ამ სტუდიების ბავშვებიც რჩებიან ფაქტიურად მასწავლებლის გარეშე. 9 წელიწადია ამირან პაიჭაძე ამ ბავშვებს ასწავლეს სხვა ჯგუფებზე რომ არ ვილაპარაკოთ და ამის გამო მოვედით მინისტრთან და ძალიან დამშვიდებული და წყნარებული მივდივართ, რომ ჩვენი აზრით ბავშვების მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ჯერჯერობით რამდენიმე დღე კიდე დაჭირდება ალბათ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ გაგზავნილი ყავს აუდიტის ჯგუფი სახელმწიფო ანსამბლში, ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დაპირისპირება, ძალიან სამწუხაროა, მე რამდენჯერ აღვნიშნა, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რასაც ახლა აუდიტი გამოიტანს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როგორც დირექტორს უპირისპირდება 50-დან უმრავლესობა. ამიტომ ჩვენ ძალიან ისეთ გადაწყვეტილებებს ვფიქრობთ, რომ იქნება ჩვენგან სერიოზული გადაწყვეტილება მიღებული.